მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციულად უკვე ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით. ვარიანტი სულ 2 გვექნება, მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედი მოქვს კარგად ხედავთ ორივე ქვას, ორივე ვარიანტს, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, ის აირჩიეთ, აი რომელიც გეძახით. შეგახსენებთ ასევე მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები უფასოა და ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და ჩემი გვერდით, ვისაც ჯერ არ გაქვთ მოწონებული. და მოდით ახლა დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. რა ხდება თქვენთან, რა გელოდება თქვენ? ხმლების პაჟი, კონკრეტული ადამიანის მოლოდნელი გამოჩენა, რა ხდება მეგობრებო, ვიღაცასთან რა პირველ ვარიანტთან ყოფილები, ყოფილი მეგობრები, ყოფილი ამხანაგები, ყოფილი პარტნიორები მოდიან, როგორც ჩანს, რა უნდა ამ ყოფილს, რა ხდება აქ? პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, კონკრეტული ადამიანი გამოვა თქვენთან კონტაქტზე, ვისგანაც ამას დიდი ალბათობით საერთოდ არ ელოდებით და ეს ადამიანი უმეტესობასთან რეზონირდება როგორც მამაკაცი, თუმცა ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება რა თქმა უნდა და ამ ადამიანს რაღაც გარკვეული საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ადრე თქვენს წარსულში. თითქოს ამ ადამიანის წყალობით, უფრო სწორად მისი ქმედებების წყალობით თქვენს მიმართ, თქვენ შეძელით რომ ძალიან ბევრ რაღაცას რეალობაში გადახედოთ, სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ, მეტად დააფასოთ საკუთარი თავი და თითქოს ამ ადამიანმა რაღაცისთვის გაგწირათ, რაღაცნაირად არის ესე კარგად მოგექცათ და ადამიანი არის დღემდე ხმლების პაჟი. პაჟი, რომელიც აგროვებს მუდმივად ინფორმაციებს, რომელიც დიდი ალბათობით სოციალურ ქსელებში გათვალიერებთ კიდევაც და შეხედეთ ადამიანი მოვა იმის დემონსტრაციით, რომ ახლა უკვე ხმლების პაჟი აღარ არის, ახლა უკვე არის ხმლების ასეთი მეფე. ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ, ანუ ადამიანი დაიწყებს იმის დემონსტრაციას, რომ ბევრად უფრო მაღალი არის, ბევრად უფრო კარგი არის, უკვე გაიზარდა პიროვნულად, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა მის ცხოვრებაში და ნახეთ ეს იქნება თქვენთვის ერთგვარი გამოცდა. გამოცდა რისი? პირველ რიგში გამოცდა იმისა, თუ რამდენად კარგად და რამდენად სწორად გაიარეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით გაკვეთილი, რამდენად სწორად ისწავლეთ ის ყველაფერი, რაც უნდა გესწავლათ ამ ადამიანისა და მასთან კომუნიკაციის მეშვეობით. სამყარო ამას კარგად დაგანახებთ. დაგანახებთ ასევე თქვენს სუსტ მხარებს, რა გაქვთ, რა დაგრჩათ დასამუშავებელი. გავიმეორებ, რომ ამ ადამიანის ნდობა არანაირად არ ღირს, იმიტომ რომ ადამიანი მოდის სულთა დემონსტრაციით, ანუ იმის დემონსტრაციით, თუ რამდენად მაგარი, რამდენად კარგი და უკეთესი გახდა. და თქვენ აქ ტარო და სამყარო გირჩევთ იმას, რომ დიდად რეაგირება არ მოახდინოთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ თავად გსურთ უპასუხეთ, გამოელაპარაკეთ კიდევაც თუ საჭირო არის, მაგრამ პროვოკაციებზე აყოლას და ისევ იგივენაირი შეცდომების დაშვებას ნამდვილად არ გირჩევდით. კიდევ რა გელოდებათ, პირველი ვარიანტი მნიშვნელოვანი, თასების დედოფალი. ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუ თქვენ ხართ ქალბატონი, იგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ ძალიან ბევრ სიყვარულს, ძალიან ბევრ ყურადღებას საპირისპირო სქესისგან განსაკუთრებით, ასევე იქნებით საკმაოდ სენსიტიური, გექნებათ გამძლავრებული ინტუიცია, წინადგრძნობა, შეგრძნებები. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ძალიან ბევრი კომპლიმენტები უთხრათ თავად საკუთარ თავს, ხოლო მამაკაცებთან რეზონირდება როგორც კონკრეტული ქალის მიმართ ძალიან მძლავრი
ემოციები. თუ თქვენ გყავთ ცხოვრების ამ ეტაპზე მამაკაცებო პარტნიორი, რა თქმა უნდა, მის მიმართ ასე ვთქვათ, სიყვარულის ბუშტი გაგისკდებათ და უმჯობესია რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც პატარ-პატარა თუნდაც საჩუქრები გაუკეთოთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ, ხოლო ვისაც არ ყავთ პარტნიორი, დიდი შანსია აქ კონკრეტულმა ქალბატონმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქციოს თქვენი მხრიდან. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი რა ხდება კვერთხების რაინდი ამოვიდა, რაინდები, პაჟები, რა ხდება? როგორც ჩანს, კონტაქტზე გამოსვლის პერიოდი დგება ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველასთვის. აქაც ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება. ერთი წამით მინდა ვნახო კვერთხების რაინდი. ეს კვერთხების რაინდი თქვენ ხართ თუ ვიღაც ადამიანი? ვიღაც სხვა ადამიანი არის აშკარად. პირველ რიგში მეორე ვარიანტი თქვენთანაც მსგავს სიტუაციას ვხედავ, სადაც კონტაქტზე გამოდიან და თანაც საკმაოდ უცაბედად და მოულოდნელად ვიღაც კვერთხების რაინდი. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ვიღაცისთვის ყოფილი შეყვარებული, ყოფილი მეგობარი, ამხანაგი, ვიღაცისთვის უბრალოდ ამჟამინდელი ნაცნობიც კი შეიძლება იყოს. პირველ ვარიანტში ცოტა სხვანაირი ენერგიები იყო და ძალიან დიდი ხაზგასმა იყო წარსულზე, ხოლო აქ უკვე ვხედავ უბრალოდ კონკრეტულ ადამიანს. და არა ერთ ადამიანს, არამედ თითქოს რამდენიმე ადამიანი გამოვა, იმიტომ რომ კვერთხების რაინდი, ხმლების მეფე და თასების პაჟი და თასების 4-იანი უკაცრავად. აქ მე ვიტყოდი იმას, რომ კვირა იქნება ძალიან ინტენსიური, დიდი შანსია ახალი ადამიანებიც კი გაიცნოთ თქვენს ირგვლივ, მაგრამ მნიშვნელოვანია მეგობრებო კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებასთან ერთად პირდაპირ გეტყვით, კარგად დააკვირდეთ, ვის უშვებთ თქვენს სივრცეში. ანუ ცოტა მეტი სიმკაცრე მოახდინოთ თქვენს პირად სივრცეზე და კარგად დააკვირდეთ, ვის რა სახის ინფორმაციებს უზიარებთ. ასევე კარგად დააკვირდით თქვენს აზრებს, თქვენს შთაგონებებს, იმიტომ რომ დიდი შანსია ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგივიდეთ ახალი ძალიან საინტერესო და ძალიან ნაყოფიერი იდეები, აზრები. ზოგადად აქ მოდის ასეთი შთაგონება, როდესაც გვაქვს იმის სურვილი, რომ რაღაც გავაკეთოთ, რაღაც შევქმნათ. ეს შთაგონება შეიძლება იყოს როგორც ხელოვნების კუთხით, მაგალითად უცაბედად მოგინდეთ, არ ვიცი, ხატვა, ძერწვა, ნებისმიერი რამ. ასევე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, როგორ ვთქვა, შთაგონება თქვენს რაღაც სფეროში. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩაათვლით. ნახოთ აბა რა გელოდებათ. კვერთხების 5-იანი, პენტაკლების 2-იანი. კონკრეტულ ადამიანთან შესაძლოა მოხდეს კონფლიქტი და დიდი ალბათობით ეს ადამიანი იქნება ვიღაც ისეთ, ვინც წარსულიდან მოვიდა. კი ბატონო, არკანი ვარსკვლავი ამოვიდა. ვიღაც წარსულიდანაც იქნება აქ მოსული პროვოკაციებით. პენტაკლების 2-იანი, კარგად დააკვირდით თქვენი ფინანსები სად და როგორ მიდის, მეტად გაუფრთხილდით ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ფინანსურ ენერგიას, მარტივად გეტყვით, ნურს სისულელეებში დახარჯავთ, მაგრამ ამავდროულად ნურს ზედმეტად მკაცრი იქნებით. კიდევ პენტაკლების 8-იანი, შრომა, მუშაობა საკუთარ თავზე, მუშაობა საკუთარ ენერგიაზე და არკანი მზე. საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. მეორე ვარიანტი მინდა გითხრათ და სასიხარულოც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გართობა ჩანს, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა რაღაც მომენტებში აპათია იგრძნოთ და რაღაც ისეთი შეგრძნებები თითქოს რუტინაში ხართ გაჭედილი, მაგრამ ასეთ რაღაცეებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და შეხედოთ მაქსიმალურად შემეცნებითად. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ნაყოფიერი ბედნიერი კვირა.